Приветствую вас, дорогие друзья. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, რა სწრაფად გადის დრო მახსოვს და თქვენს გახსოვთ, რა თქმა უნდა. როცა პატარები ვიყავით, ველოდებოდით, როდის დასრულდებოდა ყველაფერი, რაც შეიძლება მალე, სკოლა, საბავშვო-ბაღი, ყველაფერი ინსტიტუტის სიყვარული და ბავშვები. შემდეგ ისინი იზრდებიან და კაც არ იცის, ვინ გახდებიან. ზოგჯერ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან, ზოგჯერ კი არამზადებად. სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე. ერთხელ რაღაც ამბავი მომიყვნენ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკოლაევის თუ სხვა ქალაქის მერი თავისმა ქალიშვილმა ნაჯახით მოკლა. ეს იმ სფეროდანაა, რომ არ ვიცი, გავიღემო თუ ვიტირო. არ ვიცი. მაგრამ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ არ ვიცი, ჩემი რომელი გამოსვლის შემდეგ, მაგრამ აუდიტორია უკვე მილიონიანია. პირად შეტყობინებებში სხვადასხვა წერილს ვიღებ. ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მართლა მიხარია. რადგან ეს ნიშნავს, რომ ის რაზეც ოდესღაც ოცნებობდი, დაიწყო. ხალხმა დაიწყო ჩემი როგორც პარლამენტის ყოფილი სამგზის წევრის სახმა, უпростоრად 4 გზის მეოთხედ უარი ვთქვი და მერის პოსტზე ვიყარე კენჭი, კიევის 2 გზის მერი, საპატიო პროკურორი და სამართლის დოქტორი. ღმერთო, რამდენი სხვადასხვა ჯილდო მაქვს. არ ვიცი, ალბათ ჩემთვის მავზოლეუმი არ აუშენებიათ მხოლოდ კიევში, მაგრამ რთული სიტუაციის გათვალისწინებით ომი, აგრესია და პლუს ნაცისტებიც გამოჩნდნენ. მე განვასხვავებ ნაციონალიზმს, ნაციზმისა და პატრიოტიზმისგან. სხვათა შორის დღეს ევრონიუსში მოვისმინე, რომ გებელსისა და პროპაგანდის შესახებ ფილმი გამოვიდა. პროპაგანდა ნამდვილი კოშმარია. კარგი, დავასრულეთ. თუ თავად მოინდომებთ, შეგიძლიათ მოძებნოთ გებელსის შესახებ. უბრალოდ მინდა კომენტარი გავაკეთო ჩემს რამდენიმე მიმართვაზე. აი, წერს იგორი, გვარებს ალბათ არ დავასახელებ, ეს არასწორია. ლეონიდ გამარჯობა. დიდი ხნის წინ რწმენის სიტყვის ეკლესიაში შევხვდით ერთმანეთს. დიახ, სხვათა შორის რწმენის სიტყვასთან დაკავშირებით იყო შავკანიანი პასტორი სახელად სანდეი, მორალურად ძალიან დავეხმარე, რადგან სწორედ მისი წყალობით პირველად გავიგე, რომ ღმერთი არსებობს. 50 წლის ასაკში ჯერ კიდევ არაფრის მჯეროდა. როცა უზარმაზარი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდი. მას დარწმუნების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა და არაფერს მთხოვდა. ეკლესიებისგან განსხვავებით, სადაც მაშინვე ჯიბეზე გიყურებენ. 1 საათი ვილოცე და პრობლემა გაქრა. ამის შემდეგ მე მას ძალიან დავეხმარე. მის შესახებ სხვადასხვა ცუდი ჭორები დადიოდა, მაგრამ მას არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა. სხვათა შორის ეს ნიჭი მხოლოდ ნიგერიელებს აქვთ. იქ ჯადოქრები არიან, მართლა? ჯადოქრობის არ მჯერა, მაგრამ ადამიანებში ძალიან კარგად ვერ ყვევი. ბოლოს და ბოლოს ჩემთან 10,000-ობით ადამიანი და თანამდებობის პირი მუშაობდა და არა მხოლოდ ჩინოვნიკები, არამედ უბრალოდ კარგი ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა, კარგი ხელფასებით. ჩვენ ბანკში ხელფასები ყოველთვიურად $24 მილიონ ვიხდიდით. აი ასეთი ხალხი შევიკრიბეთ. სამწუხაროდ დავიშალეთ. ახლა კი უზარმაზარი შესაძლებლობები მაქვს დროის განწყობისა და უფლისად მირწმენის თვალსაზრისით. რწმენის, რომელიც მეწვია საქველმოქმედო საქმიანობის სახით, მაგრამ ხალხი არ არის, ასე რომ ასეთი ამბებია. მოკლედ, ვეცდები სწრაფად მოხდეს, რადგან არ გიყვართ ხანგრძლივი მსჯელობა. იგორი მწერს, გამარჯობა, ჩვენ რწმენის სიტყვაში შევხვდით ერთმანეთს. მე უკრაინაში პასტორი ვარ. ბევრი პროექტია, ჩვენ ვეხმარებით ჰოსპისებს, ბავშვთა სახლებს, გვაქვს საკუთარი შენობა ნაგებობები რემონტისთვის. სიამოვნებით მივიღებ თქვენგან ფინანსურ საჩუქარს. გსურთ ღვთის საქმეში მონაწილეობა. მაშინვე უპასუხებ ბატონ იგორს და სხვებს, ვინც ახლა ჩემს გამოსვლაში იქნება. პირველ რიგში თითქმის
74 წლის ასაკში ფილოსოფიური განათლებით ბოლოს და ბოლოს მეცნიერებათა დოქტორი გახლავართ, ოფიციალურად ვაცხადებ. მას ასე მე მწამს ღმერთის და მე ერთმანეთისგან ვარჩევ რელიგიასა და რწმენას. ღმერთის რწმენა და რელიგია სრულიად განსხვავებული რამ არის. რელიგია ყოველთვის ბიზნესია. ამას წინათ დავურეკე Sundays, რომელიც რწმენის სიტყვაში იმყოფებოდა. ის გერმანიაში იმყოფება. გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება, რადგან ჩემგან დამალვა დაიწყო. იმის გამო, რომ მას ჩემ წინაშე ვალდებულებები ჰქონდა. მე მასთან არანაირი ბიზნესი არ მქონია და მადლობელი ვარ მისი, რომ დამარწმუნა. კი არ დამარწმუნა, არამედ უსახლკაროთა დასახმარებლად ცენტრის შექმნის იდეა მომცა. ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობდით და ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირში ასეთი ფონდი, სხვა ასეთი ფონდი არ არსებობდა. თითქმის 50 მილიონი დოლარი დავხარჯე. სამაგიეროდ კიევში უსახლკარო ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით შემცირდა. ამის შესახებ ევრონიუსმა ისაუბრა. მე თავად გამოვდიოდი მას წინაშე, რადგან მეტი მადლიერი ვიდრე ღმერთის მიმართ არასოდეს არც ერთი ადამიანის მიმართ არ მქონია, მან უბრალოდ ყველა მადლით დამაჯილდოვა და ბიზნესის საქმეებიც კარგად წავიდა, ოჯახიც და სხვა ყველაფერი. კარგი. ასე რომ, სწორედ ნიგერიაში არიან ჯადოქრები. ამის შესახებ ერთი ფილმია, ძალიან მაგარი სხვათა შორის, მისი სახელი არ მახსოვს. დიდი ხნის წინ ვუყურე. Sundays შეეძლო, ვესაუბრებოდი მას, ჩემთან მოვიდა მერიაში და რაღაც მთხოვა. მე მას არაფერი მივეცი, რადგან მანამდე ომელჩენკომ მადლობა ღმერთს მიწა გამოუყო, მაგრამ ის თაღლითი აღმოჩნდა, თანაც საშიში. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მოტყუება შეუძლებელია, მაგრამ ის ჩემს აზრებს კითხულობდა, წარმოიდგენიათ? მე ასეთი რამ არასოდეს მინახავს არსად მსოფლიოში. და ის, რითაც ბოლო დროს იყო დაკავებული, რასაც მასზე ლაპარაკობდნენ, არ ბჯეროდა, რომ ბინების დასაკუთრებას ეწეოდა, მაგრამ ახლა დავიჯერე, მჯერა ისიც, რომ მან გააუპატიურა ეს ქალები. ეს უბრალოდ კოშმარია, ის მართლაც აფრიკელი დამნაშავეა. ეს ასეა, ასე რომ უფრთხილდით ნიგერიელ შავკანიანებს. იქ ნამდვილი ჯადოქრები არიან. ეტყობა ასეა. სამყარო მოწყობილი. რა ვუპასუხე იგორს? ასე ვუპასუხე, ნაკლებად სავარაუდოა იგორ, რომ 1 კაპიკს მაინც იპოვით და ამით ინვესტორებს მოეზიდავთ. ეს საქმე ბიზნესს გავს, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ხართ ბიზნესმენი, ასე რომ აშკარად არაკეთებთ თქვენს საქმეს. ეს ისტორიები ბევრი სხვადასხვა ადამიანი მწერს ჰოსპისის მშენებლობაზე ან სხვა რამეებს. ეს ყველაფერი ზღაპრებია. საქართველოში მაქვს ფონდი, რომელსაც საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ყავს. მხოლოდ საიტზე 300,000 გამომწერი გვყავს და მილიონობით ადამიანი უსმენს ჩვენს გადაცემებს და ეხმარება ხალხს. ეს წარმოუდგენელია. პრაქტიკულად აღარ ვარ საჭირო, არ ვიცი რა ვუყო ფულს. აი ასე მივახციეთ ადამიანების გულებამდე. ეს ძალიან რთული საქმეა. აუცილებელია ფონდის მიზნის წარმოდგენა. ჩემი ფონდის მიზანი ფული არ არის და ხალხმა დაგვიჯერა, რადგან მათ გარეშეც მაქვს ფული. მიზანია ადამიანის სულში შეღწევა, მასში თანაგრძნობის გაღვივება, როგორც ამაში უფალი დამეხმარა, ხელი გამომიწოდა. როდესაც ვინმეს ხვდები და ყველა პოსტს, რომელსაც ვდებთ, ვამოწმებ. ჩვენ გვაქვს ძლიერი ვერიფიკაციის სერვისი და საერთაშორისო აუდიტი. ღმერთს ვთხოვ, მომეცი თანაგრძნობა ამ ადამიანის მიმართ. ამიტომ ეს იურის მიამიტი საუბარია, ის არაფერს ააშენებს და არავის დაეხმარება. ეს სიმართლე არ არის. და აი მეორე ადამიანი, რომლის სახელია, ასე წარადგინა საკუთარი თავი, ალექსეი. ის ვრცლად წერს იმის შესახებ, რომ ბევრს მუშაობდა, ის არც კი გამორიცხავს, მაგრამ
სამწუხაროდ ის 2008 წელს გარდაიცვალა, ამიტომ ბანკის გაყიდვაში ვერ დამეხმარა. მოკლედ, თითქმის ნათესავები აღმოვჩნდით. მან თქვა სადმუშაობდა, როგორც ყველა დანარჩენი. ახლა კი მისი ოჯახი, მისი თქმით, გერმანიაშია და ბავშვს ძაღლმა უკბინა. რა თქმა უნდა, საშინელი ამბავია. როგორ დავეხმაროთ? და როგორ ფიქრობთ, ალექსეის არ დავეხმარებოდი? რა თქმა უნდა კი, მაგრამ მე მეცნიერებათა დოქტორი ვარ და გარწმუნებთ, რომ ყველა მდიდარ ევროპულ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ზუსტად ასეა, რადგან ჩემი დიშვილი და მისი შვილები იქ ცხოვრობენ. მე უკვე დიდი ბაბუა ვარ. იქ უზარმაზარი სოციალური პროგრამებია. იქ თუ ძაღლმა უკბინა, მაშინვე მილიონერი ხდება ადამიანი. ბავშვს თუ უკბინა, უბრალოდ რადგან ბავშვი დაზღვეულია. სწორედ ამას გაგიზიარებთ ყოველთვის. როგორ გავხადოთ ქვეყანა მდიდარი? ანუ თუ ასეთ ქვეყანაში ადამიანს უკმენს ძაღლი, მაშინ სამთავრობო სამსახურები ამ ფაქტის გამო თანხას აუნაზღაურებენ, რადგან მათ ეს ვერ გააკონტროლეს. პოლიცია არ მოსულა და ძაღლს სახეზე ალიკაპი არ გაუკეთა. მოკლა არ არის საჭირო. ან მან არ აიძულა იგი, ან მეპატრონე არ დააჯარიმა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გადახდის გარდა, თუ ეს ძაღლი მდიდარ კაცს ეკუთვნის, სარჩელი შეტანის შემთხვევაში ის გაკოტრდება. უფრო მეტიც, ადვოკატები ასეთ საქმეებს ეძებენ, ასე რომ იტყუები, ალექსეი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვერასოდეს დავიჯერებ, რომ გერმანიაში, სადაც ბევრი ნაცნობი მყავს. ვიცი, როგორი სოციალური პროგრამები აქვთ იქ. ისინი ნებისმიერ ასაკში კარგად ცხოვრობენ. კიდევ ერთი საკითხია, რომ ბევრ ადამიანს სურს ბიზნესი და მსგავსი რამ, მაგრამ საქმეები სამშობლოში უნდა კეთდებოდეს. ან ისწავლეთ ენა და დარჩით იქ, სადაც ხართ. ის ამაზე არ წერს, ის წერს, მხარი დამიჯერეთ დაავადებასთან ბრძოლაში. რამე მიპასუხეთ, ნებისმიერი დახმარებისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. ჩუქებლის ხელი ცარიელი არ დარჩება. ჩემო მეგობარო ალექსეი. მან დახმარებისთვის მე მომართა, რა თქმა უნდა, მე მას გზაუჩვენე. თუ პატიოსანი ადამიანი ხარ, გაიქეცი ადგილობრივ მერიაში და ადგილობრივ ადვოკატებთან და ყველაფერს მიაღწევ. მაგრამ კიდევ სხვა იგორი მწერს. ხო, გილოცავ, ის უკვე მილიონერია. იგორი მწერს. გამარჯობა, დახმარებას ვითხოვ ავადმყოფი ებრაელისთვის, რომლისთვისაც სამედიცინო მომსახურების საკითხი სიცოცხლეს უტოლდება. სამწუხაროდ, ამის საშუალება აღარ მაქვს. მკურნალობა ძვირია. გასული წლის მაისის დასაწყისში სისხლის კიბო დამიდგინეს. ახლა მკურნალობის პროცესში ვარ, კერძოდ ქიმიოთერაპიაზე. მკურნალობისთვის კიდევ 2500 მჭირდება. ძალიან მადლობელი ვიქნები ნებისმიერი დახმარებისთვის, რათა ნორმალურ ცხოვრებას უფრო სწრაფად დაუბრუნდე. დამეხმარეთ ჩემს ავადმყოფობაში, ნუ დამტოვებთ უპასუხოთ. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი დახმარებისთვის და არასოდეს გაღადაგდეს გამცემი. მაგარია, არასოდეს გაღადაგდება, ეს სიმართლეა. თუმცა გამცემს უნდა ჰქონდეს გონება. უკვე 6 წელია ამ შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადავდექი და ასე ვთქვათ, იანუკოვიჩის ბანდიტების მიმართულებით გადავაფურთხე. მაშინ ვთქვი, რომ ცხოვრებაში აღარას დროს ვიმუშავებდი მათთან და ეს უკრაინის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც როდესაც ამდენი ფულის შოვნა შესაძლებელია და კოლომოისკიმ იმდენი რამ დაწერა თავისი თაღლითური პროგრამებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქრთამის აღებას აპირებს, სიამოვნებით გახდება მერი. და როდესაც ახალგაზრდები მომართავენ და მეკითხებიან, როგორ გახდნენ მდიდარი ადამიანები, ამის ორი გზა არსებობს აფრიკის ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ერთი გზა ღმერთმა მოგცა მენეჯერის თვისებები, წადი და გამოიმუშავე მილიარდები, მასკის მსგავსად, ტრილიონები, რამდენიც გინდა. ბაზარი ისეა შექმნილი, რომ ახალი იდეებისთვის არასდროს არის პრობლემები, მაშინაც კი თუ ბიზნესი უკვე არსებობს. მაგალითად,
არსებობს პროდუქტების მიტანის ბიზნესი, სადაც ბეზოსმა, დიდმა ადამიანმა, ის ახლა ტრამპის გუნდშია, $300 მილიარდი გამოიმუშავა. წესიერი ადამიანია. როდესაც ის ცოლს დაშორდა, მან $150 მილიარდი თავისი ქონების ნახევარი მას გადასცა. ეს თავად ამ ადამიანის მორალურ თვისებებზე მეტყველებს. ვფიქრობ, რომ ის მორწმუნეა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამერიკაში ყველა ადამიანს წამს, ძირითადად ისინი მორწმუნეები არიან, მაგრამ მართლმადიდებლობა იქ თითქმის არ არის განვითარებული. მართლმადიდებლობა განვითარებულია მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რადგან პასტორთან პირდაპირი კომუნიკაცია არ არსებობს, ანუ არ შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაციის ეს ხელმძღვანელი თაღლითია და ეს მთელი ქურდული სისტემა მძულს. ის ამ თემაზე შენთან არ ისაუბრებს, ის იტყვის მომეცი ფული, ან ილოცებს თქვენთვის ძველ სლავურ ენაზე. არა. სწორედ ამიტომ ლენინი და სტალინი სიამოვნებით ტოვებდნენ ამ ეკლესიებს, ისინი არ უშლიდნენ კომუნისტური სისტემის შეცვლას. სწორედ ამიტომ დარჩნენ ისინი მხოლოდ ამ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, ასევე კვიპროსსა და საბერძნეთში, მაგრამ მაინც იქ სხვანაირადაა. კვიპროსის და ბერძნული ეკლესიები კარგ ეპარქიას ექვემდებარებიან. იქვემდებარებს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მოძღვარი. ის თურქეთში მდებარეობს. უზარმაზარი შენობა ნანახი გექნებათ, იქ ერთდროულად მრავალი რელიგიაა წარმოდგენილი. საერთოდ ეს მოძღვარი ოდესღაც იყო იუშენკომ უკრაინაში მიიწვია, რა ქვიათ მათ, დამავიწყდა. მოკლედ, მათ მთავარია ეს არ არის რუსი ნაზირალა, რომელიც ომს მიესალმება და პუტინს ხალხის დახოცვაში აკურთხებს. არა. ამ ეკლესიას ქვია დამავიწყდა. ყველა ვინც საზღვარგარეთ ყოფილა, იცის რომ ასეთი ეკლესიაა ცოტაა, მაგრამ ისინი არსებობენ, მაგრამ იქ წესები სრულიად განსხვავებულია. იქ თემი ეკლესიისთვის მოძღვარს ირჩევს, ანუ იქ დემოკრატია. და თქვენ, რა თქმა უნდა, მადლობა გადაუხადეთ უფალს ცხოვრებაში ახალი დღისთვის. და იპოვით დროს ლოცვისთვის, სად ნახავთ ლოცვებს, გახსენით ძველი აღთქმა. იქ ნახავთ ყველაფერს, რაც უფალმა უთხრა მოსეს, როდესაც ის მასთან 40 დღის განმავლობაში სინას მთაზე საუბრობდა. მე იქ ნამყოფი ვარ. და ყველაფერი ძალიან გავს იმას, რაც ძველ აღთქმაშია დაწერილი. კარგი, დიდ დროს არ ზაგარდნებთ. იქ მხოლოდ ეს ქვებია. იმისათვის, რომ მათგან ფიცრები დაამზადონ, სასწაული უნდა მოხდეს, რადგან იქ ფრაგმენტებია. მთაში ისინი გლუვია, მაგრამ იქ ყველაფერი ასეთ ქვებშია. ანუ ისე უნდა შეეხოთ მათ, რომ ქაღალდად გადაიხსნენ. ეს ნამდვილად სასწაულია. კარგი, უბრალოდ ვამბობ, რომ ღმერთის რწმენა კიდევ ერთხელ აღნიშნავ და რელიგია ორი განსხვავებული რამ არის. ჩემთვის რელიგია თითქმის მაფიაა. და არსებობენ პროტესტანტი მქადაგებლები, რომლებიც კერძო თვითმფრინავებს ყიდულობენ და მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ. ლექციებს კითხულობენ და მერე მათ მაგნიტოფონზე იწერენ. ისინი ყველგან არიან გაფანტულები. ეს კეთილი საქმეა, სინამდვილეში ეს სამუშაო. ის მთელი მსოფლიოს მასწავლებელია. სულ ესაა. რატომღაც ჩემმა ძაღლმა უცებ იგრძნო, რომ ვიღაც ჩემს სახლში შემოვიდა. დიახ, ისინი ღმერთს ისეთ სიტყვებს ამბობენ, რომლებიც სულში აღწევს. ეს ფული ღირს, რატომაც არა. მას ასეთი ნიჭი აქვს. სხვათა შორის სანდეისაც ჰქონდა ასეთი ნიჭი. მას თითქმის 100,000 ადამიანისგან შემდგარი თემი ყავდა. მას ისეთი უნარები ჰქონდა. სხვათა შორის მან წარჩინებით დაამთავრა ფილოსოფიის ფაკულტეტი ბელორუსში. დიდი ჯადოქარი. ჩემი მოტყუება, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. მაგრამ მე არასდროს მქონია მასთან საქმე, რასაც არ უნდა წერდნენ ჩემზე იანუკოვიჩი, კოლომოისკი და კაცმა არ იცის კიდევ ვინ, ყველაფერი ტყუილია. ფული არ მიმიცია მისთვის. სკამები ვუყიდე, რადგან ბევრი უსახლკარო მოდიოდა. დგომა არ შეეძლოთ. უნდა დამჯდარიყვნენ და უფალზე მოესმინათ.
შემდეგ ისინი ჩემთან მოდიოდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი შემდეგ ჩემს სასადილოებში მოსულიყვნენ, რადგან დღეში 2000 ადამიანს ვაპურებდით, ვაცმევდით, ვახურავდით, საავადმყოფოებში ვგზავნიდით და ასე შემდეგ, რადგან მათ ადამიანებად არ თვლიდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ასეთებს აპატიმრებდნენ. ზოგადად ხალხი მათ ასე ექცეოდა, მაგრამ ისინი ადამიანები არიან. მათ წინაშე გამოვდიოდი, მე მათთვის თითქმის სასახლე ავაშენე და 15 წლის განმავლობაში ყოველ კვირასაც კი მივდიოდი და ვამოწმებდი, მუშაობდა თუ არა შხაპები, იმპორტული ტილების საწმენდის საშუალება და ქიმწმენდა, არიან თუ არა ადგილზე ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ დაუყოვნებლივი დახმარების გაწევა. იმ ადამიანებს მილიონი სხვადასხვა პრობლემა აქვთ, მაგრამ ისინი არიან ადამიანები, კარგი ადამიანები და არიან ცუდებიც. ერთხელ მოუყევი ამბავი, რომ საქმე მქონდა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს დიდი ხნის წინ იყო, 77 ან 78 წელი. და მაშინ პოდპოლკოვნიკმა პოლკოვნიკი მოკლა. ორივე უსახლკარო იყო, ისინი ფასტოვის რაიონში რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობდნენ. იქ მათ კარავი ჰქონდათ. ზამთარში ისინი სადარბაზოებში იფანტებოდნენ, მათ გააკეთეს ჰამაკები, აგროვებდნენ ბოთლებს, მატარებლებში, მერე ყიდულობდნენ არახსა და ძეღს, ანთებდნენ ცეცხლს და ისხდნენ და იხსენებდნენ, როგორ იბრძოდნენ. ისინი ნამდვილად გმირები იყვნენ, მათ ბევრი სხვადასხვა ჯილდო ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანს პასპორტის გარდა სამხედრო პირადობის მოწმობაც კი ჰქონდა და იმ დროს შეგიძლიათ შეამოწმოთ სიმართლეს ვამბობ თუ არა, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ბრძანებულება. ბრეჟნევის ბრძანებულება იყო, რომ თუ საბჭოთა არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა, ბიუროკრატიულ სტრუქტურაში მივიდოდა, მას კიევში ცალკე ბინას 2 დღეში ან 1 დღეში მისცემდნენ. კიევში. წარმოგიდგენიათ? მოკლედ, დათრნენ, დარწმუნებული ვარ, რომ პოდპოლკოვნიკმა მოკლა ეს პოლკოვნიკი. მასთან ციხეში 3 თვე გავატარე, წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ახლა კოლომოისკი ისვენებს და იქიდან ურეკავს მინისტრებს, რომ იკითხოს, როგორ მიდის ბიზნესის საქმეები, იმიტომ რომ მან იქ ადგილი თავისთვის აირჩია. დიდი კაცია, სანდეის ასესაც შეუძლია, იმიტომ რომ პუტინი თავისიანებს არ დაბომბავს. ციხე მაგარია. კოლესნიკოვმა ერთმა ნაძირალამ ახმეტოვის პირველმა მოადგილემ ხელმითხრა, რომ იქ გოგონებიც მოყავთ, ორთქლის ამაზანებიც აქვთ და ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამ საკუთარი თვალით ვნახე. იქ თითქმის 2 წელი ვცხოვრობდი, რადგან ყოველ დღე დავდიოდი დაკითხვებზე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. და ერთხელ ვკითხე, ჭკვიანი კაცი იყო, ასაკი დაახლოებით 55 წლის, არ მახსოვს. სადღაც ასე. იქ ის უკვე გამოჯამრთელდა, არყისგან და სინდრომიც გადაუვიდა. ის ფიქრობდა, საუბრობდა, ფილოსოფოსობდა. ერთხელაც მეუბნები, ხელში სამხედრო პირადობის მოწმობა გაქვს. პასპორტი არ ქონდა. შეგიძლია ბინა მიიღო, რისთვის დადიოდი იქით-აქეთ. ხანდახან წვიმდა. კარგია ჰამაკში ჯდომა, ცეცხლის დანთება და იმის გახსენება, როგორ ვებრძოდით ფაშისტებს. მომგესმით? ისინი ნამდვილად გმირები იყვნენ. მან კი მიპასუხა, იცი რა შვილო, შენ არაფერი გესმის. მაშინ მე რამდენი წლის ვიყავი? 77 წელს. თუ 51 წლიანი ვარ. 26-27 წლის. და ვერასოდეს გამიგებ. ეს შენთვისაა. ხალიჩა სახლთან ახლოს. ის ჭუჭყიანია. სახლში შესვლისას ფეხებს იქიწმენთ, განსაკუთრებით თუ დიასახლისი ასეთი მკაცრია. სანამ კაცი ამ ხალიჩაზე ფეხსაცმელს არ გაწმენს, ქალი მას შიგნით არ შეუშვებს. და კაცი ამ ხალიჩას თავქვეშ დაიდებს. ისწრება და იძინებს, ის ამბობს, შენთვის აქვს ცუდი სუნი, მაგრამ როცა ერთ ჭიქა არახს ვსვამ, ის ჩემთვის დედასავითაა. ის უკეთ მეხუტება, ვიდრე შენი ძვირფასი მილიარდის ღირებულების, ამას დღეს ვამბობ, ბალიში. კარგად მძინავს. სინდისი სუფთა მაქვს, არავინ მომიკლავს, არაფერი მომიპარავს.
მან მკვლელობა არ აღიარა და არ მახსოვს საქმე როგორ დასრულდა. მართლა არ მახსოვს, მაგრამ ვერ ჩავსვი. სიმართლე გითხრათ, მას ციხეში არც ჩავსვამდი. იმედია ღმერთი არ განსჯის. სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ იქნებ არც მოუკლავს. მე მისი მსაჯული არ ვარ. კარგი, დავივიწყოთ და აი, ბოლო რამ, რაც ლუდმილამ მომწერა. მან ეს საქართველოდან მომწერა. გამარჯობა პატივცემულო და ასე შემდეგ. მაქვს კითხვა. ავადმყოფებისთვის დახმარების შესაძლებელი თხოვნები ონლაინ ვრცელდება თქვენი ფონდის ვებსაიტზეც. მინდა ჩემს პედაგოგიურ პერსონალთან ერთად დავეხმარო გაჭირვებულებს. ანუ ის ალბათ სადმე ასწავლის ან რაღაცის დირექტორია. შეგიძლიათ დაადასტუროთ თქვენი ფონდის არსებობის სიმართლე, სადაც მითითებულია დახმარების საჭიროების მქონე პირთა საბანკო რეკვიზიტები. აქ არის ბმული, სადაც თქვენმა ფონდმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა დახმარების შესახებ. მადლობელი ვიქნები თუ გულწრფელად მიპასუხებთ. არსებობს თუ არა ასეთი ფონდი? თუ ის ყალბია? და თუ ის გუნდს ხელმძღვანელობს, მე ვპასუხობ მას. რა პრობლემაა? არსებობს ვებსაიტი, სადაც ჩემი პოლიტიკური და ჰუმანიტარული გამოქვეყნებული არსებობს ვიკიპედია, სადაც ყველანაირად სილს მწამებდნენ, მაგრამ მაინც და როცა იქ სარჩელი შევიდანე კლიჩკოს წინააღმდეგ სასამართლოში მოგების შესახებ, სადაც მან თქვა, რომ მე 70 მილიარდის მიწა მივითვისე. თუ ვინმე ჩემი მიწის სანტიმეტრსაც კი იპოვის, მაშინვე მილიონ გრივნას გადავიხდი. სახელმწიფო მიწა არასდროს მქონია, რაც არ უნდა თქვან ჩემზე. ახლა მაინც შემიძლია ლაპარაკი, რადგან ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ციხეში არ ჩამსვამენ, სადაც იანუკოვიჩის ბანდიტები არ მომკლავენ. კარგი. ხო და ვთქვი, არსებობს ვიკიპედია. მე ფანტომი არ ვარ, სანამ ცოცხალი ვარ, თქვენი კითხვით გამაცინეთ. პირადად მე არავის ვთხოვ ფულს და ჩემი იდეა, რომ ხალხს დახმარებისკენ მოუწოდო, გამოიხატება სხვისი მწუხარებისადმი მათი გულების გახსნაში. ჩვენ ფული იმდენად არ გვჭირდება, რამდენადაც ღმერთის მაძიებელი ადამიანები. მე დავისახე მიზანი, წერ მას. ვიპოვო სიტყვები, რომლებიც ადამიანში თანაგრძნობას გამოიწვევს და არა აუცილებელი თანხა ჩარიცხონ. პირჯვარი მაინც გადაიწეროს და ეგ გაიგოს, რამდენად უჭირს იმ ადამიანს, რომელსაც ვპოულობთ. საქართველო კი ყველა ყოფილ სოციალისტურ ქვეყანას შორის ყველაზე ღარიბია. 600,000 ადამიანი გაეროს მიერ განსაზღვრულ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. აი ასეთი ამბებია. თუ ხედავთ და მე ხანდახან უკრაინაში ვაქვეყნები საშინელებებს, რომლებსაც ვაწყდებით. სულ ახლახან გუშინ პოსტი გავაგზავნე, მამა და დედა თოჯინებს უვლიან. ისინი უკვე 50 წლის არიან, მაგრამ 100 წლისებივით გამოიყურებიან. ისინი ოცნებობენ, ჯანმრთელები არიან, ფსიქიკურად დაავადებულები არ არიან, ფულს არ ითხოვენ. ისინი ღმერთს თხოვენ, რომ თოჯინამ სიტყვა დედა უთხრას. რადგან მათ ერთ-ერთი შვილი საავადმყოფოში მოუკლეს და ეს საქართველოში მუდმივად ხდება. და ალბათ უკრაინაში ასეთ მინისტრს დააპატიმრებდნენ, მაგრამ იქ ჯანდაცვის მინისტრებს გამუდმებით ცვლიან. თუმცა ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია. ვიცი, რომ უკრაინაში ჯანდაცვის სამინისტროში მუდმივად იღებდნენ ქრთამს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. კარგი, ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა. ხო და მას ვეუბნები, რომ თანაგრძნობას ვეძებ და როცა დილით 1 საათის განმავლობაში ვლოცულობ და შემდეგ თუ ვახერხებ, ჯანდაბა ხანდახან მავიწყდება. დღის განმავლობაში ღმერთს ვთხოვ, მომეცი თანაგრძნობა, მომეცი სიტყვები. მე კი შემიძლია ვისაუბრო დამიჯერეთ. ბოლოს და ბოლოს 14 წლის ასაკიდან ხარკოვის კულტურის ინსტიტუტის პროფესორმა გამზარდა. ებრაელი იყო, მაგრამ მხოლოდ უკრაინულად საუბრობდა. ასე იყო მასთან. ისეთი წიგნიერი კაცი იყო, მას სასწაული ბიბლიოთეკა ჰქონდა. აღშფოთებული ვარ, რომ დღეს რუსულ ენაზე არსებული მთელი ლიტერატურა
დაწვეს. მე კვლავ ამტკიცებ, რომ ჩვენ განსხვავდებით რუსებისგან და ეს 74 წლის ადამიანს, რომელმაც დიდი დრო გაატარა რუსეთში, იგი ბევრი ნათესავი დამრჩა, მაგრამ 1-20 წელია რუსეთში არ ყოფილ ვარ. ჩვენ ფუნდამენტურად განსხვავდებით, არა ენით, არამედ არა, მენტალიტეტით. ნახევარი მსოფლიო ინგლისურად საუბრობს, შვეიცარიაში 4 ენაა, მაგრამ ყველა მათგანი შვეიცარიულია. იცით როგორი ადამიანები არიან? თუ მას შეაფურთხებ, მაშინვე პოლიციაში გიჩივლებს. ის არ გიპასუხებს. და მაშინაც კი თუ ის მთრალია, არ გცემს. ასეთი კანონმორჩილები არიან, მაგრამ ისინი ერი მისი ენით არ განისაზღვრება. ენა მნიშვნელოვანია, მიეცით. შეგუების საშუალება, მისი 95% უკვე შედგა, მაგრამ მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ უკრაინული სიმართლის მტკიცების, მაგალითად, რომ რა ენაზეც ლაპარაკობ, ვინ იცის რაზე ლაპარაკობ. მე ვიცი უკრაინული სიტყვები და ჩემი სიტყვების მარაგი უნივერსიტეტის საშუალო მასწავლებლის ლექსიკაზე მაღალია. თუმცა ვერ ვსაუბრობ. უბრალოდ არ შემიძლია, რადგან ჩემი მშობლიური უკრაინული ენა რუსულია. მაგრამ მე რუსი არ ვარ და რუსეთში ვერასდროს ვიცხოვრებ. ეს სრულიად უცხო ქვეყანაა, ეს სხვა მენტალიტეტია. უკრაინის ქალაქებშიც კი უბრალოდ ბევრი არ იცით. მე სტუდენტებს ვკითხავდი, ყველა ქალაქს თავისი სოციალური კლიმატი აქვს. ხარკოველი არ გავს ლვოველს, დონეცკის ბანდიტს ან კიეველს. კიევი ზოგადად ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მან მეტი ხმა მომცა, ვიდრე SSRK-ს დაშლის შემდეგ არსებული სხვადასხვა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების უმეტესობას მისცეს. განსაკუთრებული ქალაქია. განსაკუთრებული. მაგრამ ეს ცალკე ამბავია. თუ მკითხავთ, აუცილებლად გეტყვით რამეს კიევის მაცხოვრებლების მენტალიტეტის შესახებ. ასე რომ უკრაინული სიმართლე ამბობს, რაც გინდათ ისი ლაპარაკეთო, მაგრამ ძირითადად მე 26 წლამდე ხარკოვში ცხოვრობდი. უკრაინული ენა არასოდეს გამიგია გარდა ჩემი მამინაცვლისა, ებრაელი პროფესორისა, აზიმოვის. სხვათა შორის ის ხარკოვის მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო რეჟისორია. დიახ, ეს შენი უკრაინული ენა. ამას სპეციალურად იმიტომ ამბობენ, რომ ნუ მოგირიდებათ, ყველანაირი სისულელე ლაპარაკეთ, მაპატიე უფალო. ნებისმიერი სისულელე სიტყვების არჩევის გარეშე. მინდვრიდან მოხვედი და ლაპარაკო. ხანდახან ვუსმენ ზოგიერთ ჩინოვნიკს, რომლებიც უკრაინულად საუბრობენ, ჯანდაბა. მწვენია, რადგან ეს სისულელეების ერთობლიობაა. ეს უკრაინული არ არის. რადგან უკრაინული ენა ლამაზია. განსაკუთრებით პოლტავაში. მე მთელი უკრაინა ვიცი. ლვოვში დიდი ნაზავია მეზობელ ევროპულ ქვეყნებთან. დავივიწყოთ. არ მინდა ამ თემის განვითარება, რადგან ახლა ყალბი ნაცისტების ხროვა გამოხდება. მოპარულ იარაღზე იშოვეს ფული და ახლა მათი ნახავენ. ისინი გურიას დამიძახებენ. რაც უნდა იმას მეტყვიან. არ მაწუხებს, მაგრამ ცოტა ის, რაც მე დავწერე. აი თუ ავატარზე ფოტოა, მაშინ არ აუშავს, გამოვტოვებ. და ერქებიან ეშმაკს მეძახდნენ. თუ არა, მაშინ გვერდი ყალბია. ასე რომ, ჩვენ ყველა ანტისემიტს ვიჭერთ და მე არქივს ვაწარმოებ. ოდესმე მას გაჩვენებთ და იმ ნაძირელებს ვაჩვენებ სეირს. ისევე როგორც უკრაინელებზე თქმა არ შეიძლება. როგორ ეძახიან მათ? და ყველანაირი საზღარი რამის მოფიქრება ნებისმიერ სხვა ერზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებსაც უკრაინისთვის არასდროს არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ, მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. მათ არ უღალატიათ. არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენთვის ცნობილი ისტორიიდან გამომდინარე, ებრაელები ჩვენი ტერიტორიების მიტაცების სურველი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლ ჯარებთან ერთად დადიოდნენ და ვაჭრობდნენ. ასეთი ამბავია. სამწუხაროდ, ჩემში მაინც
დედის უფრო მეტია, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ქვეყანაში ვარ, სადაც თავისუფლებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ფლად დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ ეს ცალკე თემაა. თუ ისრაელის შესახებ გაინტერესებთ, მოგიყვებით. ახალი თემა იწყება. მომეწონეთ, როგორც არაჩვეულებრივი ადამიანი, საინტერესო, სწორედ ამან მიიზიდა ჩემი ყურადღება. ხო, კიდევ გიჟი. იმ იმედით გწერთ, რომ წაიკითხავთ და შესაძლოა დამეხმარებით. თავიდანვე გეტყვით, ჩვენ ფულს არ ვითხოვთ, მე მოხალისე ვარ. ხო და ეს შესანიშნავია. ეს ცხოველთა დაცვის ფონდია და აი გამოდის, რომ დიდხანს არ წავიკითხავ. ბევრია მოწერილი, ჩანს ის ძალიან კეთილი ადამიანია. და მე ლარისა, თუ მთხოვთ, მეგობრად დაგამატებთ. Facebook-ზე მეგობრები თითქმის არ მყავს. ის მეუბნება დამეხმარეთ ნიკოლაევში ცხოველებისთვის ადგილის გამონახვაში. მისთვის რაღაც სახელმწიფო მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ის თავად კასტრირებას უკეთებს იქ ცხოველებს, ცოფისგან არჩენს და მკურნალობს მათ. ღმერთმა დაგლოცოთ ლარისა და მე მას მივწერე. აღარ წავიკითხავ. არ არსებობს ყოფილ საბჭოთა კავშირში არც ერთი ჩინოვნიკი, რომელიც სახეში მუშტის ღირსი არ იყოს, იმის გამო, რომ ის თაღლითია. ის ქურდია. ის ფულის მოსაპარად და ქრთამის ასაღებად მოვიდა. საინტერესო სიტუაცია მაქვს, როდესაც მე დეპუტატი ვიყავი, საგზაო პოლიციელმა გამაჩერა და მე მის პროვოცირებას ვიწყებ. სიჩქარეს გადააჭრბეთ და იქ იწყებს ლოდინს სანამ არ მივცემ. მე ვამბობ, მისმინე, შენ საშიში დამნაშავე ხარ. რატომ უნდა გელაპარაკო საერთოდ? ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირში მე ჩავსვი, ყავდა პოლიციელების ჯგუფი, რომლებიც რკინიგზის სადგურებზე მთვრალ ადამიანებს დოკუმენტებსა და ფულს ართმევდნენ. ვიცი ეს თემა, მაგრამ მაშინ საგზაო პოლიციელები თითქმის არ იღებდნენ ქრთამს, ხო და როცა მას ფულს აძლევთ, პასპორტების გაკეთებისას აძლევთ ფულს, ამას ყველგან აკეთებთ, როდესაც ამას შეწყვეთ, ჩვენ ახალი ქვეყნის მშენებლობას დავიწყებთ. ისინი დამნაშავეები არიან. ნიკოლაევის ყოფილ მერს ვიცნობდი. არ ვიცი, მგონი ისაა, რომ მოკლეს. ერთხელ ნიკოლაევის მერი, როდესაც კიევის მერი ვიყავი, მოვიდა ჩემთან და მთხოვა ჩამოწერილი ტროლეიბუსები გადამეცა მისთვის. ჩვენ ბევრი რამ მივეცით, ისინი ძალიან მადლიერები იყვნენ. ქუჩისთვის ჩემი სახელის დარქმევაც კი უნდათ, მაგრამ ჯანდაბა ერთადერთი ქუჩა გამაკლდა. და ქუჩებს გმირების სახელები დავარქვი. ძეგლი დაუდგი როგორც ღონღაძეს, ასევე ჩერნოვილს. კი, ასეა საქმე. ამით ბატონებო გემშვიდობებით, რადგან დიდი დრო წაგართვით. იცოდეთ, რომ ყველა მიყვარს და მხოლოდ კარგი მახსოვს. დრები არ მყავს, მადლობა ღმერთს. ყოველდღე უფრო და უფრო მეტ ბანდიტს გამოვავლენ. ეს ასე მარტივი არ არის. ყველაფერი რაც დღესაც ხდება. ნაყვებით პროპაგანდას. უყურეთ ფილმს გებელსის შესახებ. არ ვჯერა, რომ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანის სიცოცხლეს გადაწონის. რადგან ღმერთისთვის სიცოცხლე ადამიანი ღვთის ნამოქმედარია. ჩვენ მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი. აიღეთ ბიბლია. ადამიანის მოკლა ღმერთის მოკლას ნიშნავს, რადგან სხეულთან ერთად სულსაც კლავთ. ამით დავასრულებ, თორემ ღმერთმა არ ქნას შეიძლება რამე ცუდი გამიკეთონ. არა? აბა წარმატებები. და აუცილებლად დაურეკეთ მშობლებს დღესვე.